და გაგაძლიეროთ. კვლავ განვიხილავთ ამ საკითხებს, რომლებსაც ჩვენ ადრეს ვიკრიბებოდით, დღესაც აი ვიხილავთ საკითხებს ხორციელი საქმეები და სულიერი ნაყოფი. ეს ძალიან კარგი თემაა და ეს თემა არ არის ადვილად გასარჩევი, ადვილად ვთქვათ ფორმულირებადი, მაგრამ უნდა იყოს რომ როცა ადამიანს ნათლობის დროს ეძლევა 7 ნიჭი სულიწმინდისა, შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება და სიბრძნე, უნდა გარდაქმნას და გამოიღოს სულიერი ნაყოფი, 9 სულიერი ნაყოფი. სიყვარული, პირველად სიყვარული დგას, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტყვება, სიკეთე, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება. აი ეს ძალიან დიდი ნაყოფებია 9. ვიმეორებ ხორცი მოტოქვა, ხორციელი საქმეები შეაიგულისხმება. ხორციელი, ესე ვთქვათ, ბუნების მოტოქვა. ვთქვათ, იგულისხმება ის, რომ მოთმინიერება და იძულება, ხორცს და იძულება იგულისხმება. აიძულა ხორცნი, რომ ეს ხორცი არ იყოს, ვთქვათ, აულაგმავი და მაამებლობას და თვითმაამებლობას და ფუფუნებას არ ითხოვდეს და განცხრობას არ ითხოვდეს, ხო? იმიტომ რომ შემდეგ აქ აი ამ უარყოფითი, ვთქვათ, ხორცის უარყოფითი, ხორცის, ვთქვათ, ხანაში დათესილი უარყოფითი თესლი, ეს თესლი იღებს უარყოფით შედეგებს აუცილებლად. რაც თესლია, ხეთს ის ნაყოფსაც ის ნაყოფიც ის იქნება. ხორცში დათესავ, ხორცში მოინკი, სულში დათესავ, სულში მოინკი. ანუ მე ვიმეორებ, რომ ეს ხდება რითი? ეს ხდება ლოცვითა და მარხვით. ლოცვაც ხორციელი ბუნების იძულებაა და მარხვაც ხორციელი ბუნების იძულებაა. თუმცა კი ახლა სულის ფიგურებს მარტო ხორცი არ არის ადამიანის ცალკე და სულიც არის. ერთად არის სულის სამშობლოების სხეული, ერთი ვთქვათ ორგანიზმი, ხო, ერთი რიცხვის სამი ერთად შედებული. სამმაგი ადამიანი და სამმაგი ღვაწლი უნდა აღასრულოს. სამმაგი ადამიანი და სამმაგად უნდა გაძლიერდეს, ხო? სამმაგი იმ გაგებით, რომ სულის სამშობლოების სხეული, რიცხვის სამიც იდუმალად ძებს ადამიანს. შესაძლოა კიდე სხვა დიდი თემაა. ამიტომ ამ ხორციელი ბუნების დათქმით შეიმოსება ადამიანი შემდეგ უსხეულო სიწმინდით. როცა მარხვითა და ლოცვით ვარჯიშობს მარხვასა და ლოცვას შეიმოსება, ამას ქვია ღვაწლი, საკუთარი ხორცის ტრობა. ღვაწლი, საკუთარი ხორცის ტრობა. გაგებიხე რომ თვითდაზიანება, თვითგვებაზე არ ლაპარაკობ. ასკეზა, ხო? ანუ ასკეზა. ასკეტიკა ცალკე საღვთისმეტყველო დისციპლინაა, პრაქტიკული ღვთისმეტყველებაა, მე ვიტყოდი, რომელიც აღწერილია შესანიშნავ სახელმძღვანელოებში. ძალიან ბევრი ამაზე არსებობს დიდი სპეციალისტების, პირველ რიგში წმინდა მამების, შემდეგ თანამედროვე ღვთისმეტყველებიც, რომლებიც ამას სისტემატიზაცია და გრამატიკული, ვთქვათ, კონფიგურაცია, რაღაცა ფორმატიზაცია გააკეთეს ამის და ჩამოყალიბეს სახელმძღვანელო დისციპლინა, ასკეტიკა, რომელსაც ვთქვათ, შეგვიძლია დავეწაფოთ როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ამიტომ ღვაწლი ეს არის საკუთარი ხორცის მტრობა, ბრძოლა საკუთარ ხორცთან, როგორც სექსუალურ ძრახებთან, სტომაქის ინსტინქტებთან, სხვა კიდევ ბევრი ცენტრი ადამიანში მათგან ბრძოლა. ბრძოლა იმეორებით, რომ მეორებ ისინი იქნეს დისციპლინირებული. ყველაფერი იწყება მოწესრიგებით. ჩვენი ორგანიზმში ქაოსის პროცესები, პრობლემის მოძრაობა, რომელიც ხშირად დიდი დაცემის რისკ ფაქტორებს ქმნის, თორე დაცემა ჩვენში ხდება ხოლმე ძალიან ხშირად. აუცილებელი არის, მაინც ისქეულით იმრუშოს ადამიანმა, სქეულით ნაყროვანებაში ჩავარდეს, ან რაღაცა ისეთი გააკეთოს. ყოველთვის შეიძლება რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ხორცში დაცემა მოხდეს წარმოსახვით. შეიძლება სულიერად დაეცეს ადამიანი ამ პარტავმები და ერთ საკითხის შეხედვით ვერ შეხედო, ვერ ციხილოს დაცემა. მაინც რაღაცა სექსუალური აქტი არ უნდა ჩაიდინოს, ისე გონებით და სულიერი მისწრაფეებით იმენჯერ შეიძლება დღეში იმრუშოს, რომ ჯობია ამაზე არ ვლაპარაკობ. ახლა თავად ცხადია, ხო? ფაქტობრივად ახლა რეალიზირებული მრუშობა, რა თქმა უნდა, უფრო მძიმეა, მაგრამ მუშაობის შემთხვევაში ეს მიდრეკილება და ხორციელი ზრახვები, რომლებიც შემოდის ჩვენში, არანაკლებ დასაძლევია. ამიტომ ბევრი რომ გავარცოთ ეს თემა, სადაც დაცემა იქ საჭიროა ადგომა, ყველაზე წამოიღება. ხორცი ყოველთვის დაცემს. თან მიშებული ხორცი, როცა შენ ამ ხორცს მიუშვებ და ეს ხორცი ასე ვთქვათ თავის ინსტინქტებს ყოველთვის დაგვიქვემდებარებს და მანიპულაციას გაიგებს.
თუ ეს გააგრძელე და მიუშვი, ესე ვთქვათ, არ გააკონტროლე ახსარებით, ზიარებით, უსკრული გარანტირებული გაქვს. ანუ ესეთი ირაციონალური რაღაცა უსკრულში შეხვალ, რომ უკვე ფაქტიურად ძიმე მომაკვდინებელ წოდებში შეხვალ. მაგრამ ნელ-ნელა უკვე დეგრადაცია გრძელდება. დაცემას რო იწყებს დახილ სიფრეზე ადამიანი თუ არ გაჩერდა რაღაცა ასკეზე ხახუნის ზალით, ასე ვთქვათ. ეს შემდეგ უფრო და უფრო იზრდება გეომეტრიული პროგრესით, უფრო და უფრო მეტად მოწობს ეს დაცემა და შედის, ასე ვთქვათ, ვავკულს რო იტყვიან, ასე ვთქვათ, გემოვნებაში შედის გემოში, უფრო და უფრო მოწობს. მე რაღაცა ეგზოტიკურ გემოსაც პოულობს ამ დაცემაში. სხვა შორის ეს ბოროტ ხალხს ეძახიან, აი ვინც დამნაშავეებს, ასე ვთქვათ, ეს ერთ დროს ძალიან კარგი ხალხი იყო ეს. ბავშვობაში იყო თუ რაღაცა ფუნქცია მიშვებული იქნა და შემდეგ გადაიზარდა ესეთ რაღაცაში. არასოდეს ადამიანი, რომელიც მერტყმას უდად შეხვდა. ანუ ბოროტების პრობლემას ძევს, ბოროტება ეს არის საწყისი, ანუ როგორც არის დუალისტურ რელიგიებში, სადაც თეთრი ღმერთი, შავი ღმერთი, ეს იდეალიზირებული, თუმცა კი ქრისტიანობაში ოკულტურმა ლოჟებმაც და ასე ვთქვათ ზოგიერთმა გნოსტიკურმა მიმდინარეობამ, კერძოდ თუნდაც მასონები არიან, ხო, რაღაც არქიტექტურის სახით იდეალიზირებული, სატანის იდეალიზირებული ვარიანტი მოიგონეს, ასე ვთქვათ და დაიწყეს მისი თაყვანისცემა, რაც პრინციპში ადამიანის ზუგუმურების, ასე ვთქვათ, მართლა დაუსრულებლობაზე მოწმობს, როგორც ერთ-ერთი ღვთისმეტყველი არის. ადამიანის ზუგუმურებას მართლა საზღვარი არ აქვს. შეიძლება ნებისმიერი ბოროტების იდეალიზაცია გააკეთო და თუნდაც ბაბუნას მექანიზმები. ბანკში ანგარიშზე თაყვანი, ანგარიშსა, აგარ აქვს ამ დიდ ჯიპს, შავ ჯიპსზე თაყვანი, მეტანიები გაუკეთო. ან ხინკალზე თაყვანი, ან კაბაბს. სტომაქს საკუთარ, ხო, მენიუს აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრი ამ დონეზე გადის, არ უნდა რომანტიზაცია. ბევრი ამ დონეზე გადის, ან ხორციელი, ასე ვთქვათ, აი ეს როდესაც თავის დროზე მიშვებული რაღაცა კერტოყანისმცემლობა გადაიზრდება ესეთ ოდიოზურ ცხოვრების წესში. ამიტომ რა თქმა უნდა, ბოროტების პრობლემაც აგდებს, რომ ბოროტება ბუნება არ შეუქმნია ღმერთს ბოროტი. ეს არის ბუნების გადაგვარება, ანუ არასწორი პოზიცია პიროვნული ძალების, არასწორი პოზიცია ღვთისა, მოყვასისა და საკუთარი თავის მიმართაც. იმიტომ რომ საკუთარი თავის უნდა აიტანოს ადამიანმა, სწორად გაუძლოს და განაღვთოს. საკუთარი თავი ხარ და შენ ხარ მონაწილე შენი განხორციელების და შენი გადარჩენის და შენ გარეშე არც სოდო არ იქნება და არც განხორციელება არ იქნება. შენ ხარ შენივე თავის პასუხი და ამოწანა და საიდუმლო თვითონ შენ ხარ. ამიტომ მინდა რომ აი ეს მოკლედ ეს ჩვენში ჩადებული ესეც ალბათ საჭიროა ღვთისაგან დაშვებულია. რა შენ უნდა გავივარჯოთ, დისციპლინირდეთ, უფრო უნდა მოვინანიოთ, შევუნდოთ, სცენაში გავძლიერდეთ. რომ ეს დავამარცხოთ ასე ვთქვათ ის ხანძარი, რომელსაც შეიძლება წავაწყდებით ხოლმე ჩვენს ორგანიზმში. აი ეს უნდა დავამარცხოთ. ვინც ზოგი მარხვით ცდილობს და გამოდის, ზოგი ლოცვით, როცა რაფსარული ამბობს, რით იღებ მათს, მარხვით იღებს იმარხულე, ლოცვით იღებ ილოცე, გალობით იღებ იგალობე, მოწყალებით იღებ გაიღებ მოწყალებით, ასე შემდეგ. ყველაფრით ერთად იღებ, კი ბატონო გააკეთე ესე. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა შეთავსებული იყოს ახსარებასთან და ზიარებასთან. დაეცი, ისევ მოინანი, ისევ გააგრძელე. ჩავარდი წყალში, ისევ გამოცურე, ისევ ამოდი გაიმშველე, დაიბანო. გაჭუჭყიანდი და ტალახში ჩავარდი, ისევ დაიბანო. უნდა განიბანო და მოწესრიგდე. ეს ამიშავს თუ თუთლიანი და ჭუჭყიანი დარჩეს ადამიანი. ტრივიალურია, სადაფერი ახალი არ არის. ამიტომ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, როცა ადამიანი შეუთავსებს იმ ნიჩებს, რომლებზეც ჩვენ სულიწმინდის ნიჩებს, შიშტისას შეუთავსებს, ღვთისმსახურებაში მონაწილეობას შეუთავსებს, ძლიერ ძალას მოიკრებს, სწორად წარმატავს თავის ზრახვებს, ზრახვას ფისას, მეცნიერებას, ანუ მართლმადიდებლური სარწმუნოების კულტურას და მეცნიერებას და დოქტრინას მოიშველიებს, გულისხმიერი იქნება, სიმბზნესაც მიიღებს, ხო? თუ ამ ყველაფერს სიმდაბლებს შეუთავსებს, სიმდაბლით უნდა იქნას აღსრულებული ლოცვაც, სიმდაბლით უნდა იქნას აღსრულებული მარხვაც, აპარტავანის ლოცვა და აპარტავანის მარხვა არ შეიძლება. მაჩვენებლობითი მარხვა არ შეიძლება. შენ ოჯახში მარხვაში მიხვალ და ყველს დაგიდებენ და მარხვა არის, ხოლმე დაგიდებენ. შენ თუ გამოაცხადე რომ დღეს მარხვა, მე მარხულობ, არ ჯამ ამას და ის მარხვა დარღვეულია. შეეცადე მენიუ შენით მორიდებულად დაარჩიე, თუ გააკეთე პროპაგანდა შენი მარხვისა, ნუ მოარჩენებ თავს მარხველად. ნუ განიგითხავ ჭამელი, არა ჭამელს, არა ჭამელი, ჭამელს ასე შემდეგ. ყოველ მოწყვეტას გითხავ. რასაც დაგიდებენ, ღვთის საიდებლად მიიღე. ნუ რავის ნუ გაგვირებ. არ მიიღებ, ღვთის საიდებლად ნუ მიიღე.
სულ რო არ ჭამოისის არავისად გაუგვირდება არც ის რომ ყველაფერი შეჭამა მაგრამ შენ თავს ეცი პატივი და სხვასაც მორინდებულად ნუ შეაწუხებ მარკოთ ესეც კიდევ დიდი თემაა ამიტომ აი ეს შეუთავსო სიმდაბლეს ნუ არ უნდა შეაწუხო ქრისტიანი რა არის ქრისტიანი არის ერთი დიდი არ შეწუხება სხვისი თავის არ მობეზრება როგორც არის ამბობს Амбросий обтенели амброс. Никому не осуждать, никому не досаждать. И всем мое почтение. Если как кто-то миссис пробьет, то есть схватки говорят, кроме конца. Амбросий обтенели толстыми. Если для сауцали что-то ли мама его. Амитом, а симдаблис фактори გასათვალისწინებელია. მოკლედ აი ეს დაყუდება ხორცისა, აი ამ დიდი შრომით შემდეგ მოდის. მე რაღაც ეტაპზე მოდის სიმშვიდე. ეს ხორციელი გვაწევს აღსრულე მოდის რაღაც სიმშვიდე. სიმშვიდე მოდის არა განყენებული რაღაც კვიეტური გუმარება, ეიფორია, არამედ მოდის სიმშვიდე, როდესაც ადამიანი ამ სიმშვიდეს უკვე ღვაწლის შედეგად იღებს და არა ისე რომ როგორც აი დავუშვათ არის აღმოსავლურ რელიგიებში არის თუმცა ეს უბრალოდ გამლელის პოზიცია ხო? ერთ-ერთი ადრეთი ამოსკიფოს. Будьте прохожи, ეხავით გამლელი. არ ქრისტიანი ვერ იქნება ყველაფრისადმი გამლელი. გამლელის პოზიციაში აქ ვერ იქნება. გამლელი როგორ იქნება, როდესაც გამლელი არის ისე გუგრილი დამკვირვებელი, ობზერვერი. გუგრილი ნაბლუდაძე, ობზერვერი. გუგრილი დამკვირვებელი ყოველივე იმისა რაც ხდება. ერთი მხრივ კაი, ერთი დღე დაუშვით გაატაროს მაგრამ მე ვერ იქნება სულ დამკვირვებელი და სულ გამლელის პოზიციაში. ასეთ ადრე თუ გვიან მოგიწევს ან ვიღაცას ორმოდან ამოთრევა, ან შენ თუ ჩავარდი ვიღაცას დაძახება რომ შენ თვითონ ამოგიყვანონი მორმოდან ასე შემდეგ. შენ თუ გინდა რომ ასე ვთქვათ, შენ თუ არ გინდა სხვა მოიყვანო ორმოდან, მაშინ მიიწუწუნებ რომ შენ რა ჩავარდები, დავსებად ჩავარდები. არ არსებობს ადამიანი რო არ ჩავარდეს რამე ჭიხში ორმოში ან ჭაში. სულიერ ასე ვთქვათ, წაქცევას არ დაეკვირვებს, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. თუ ჩავარდები, შენც მერე ნუიყვია, ბავშვი არ ამოგებინს არავინ, დამკვირვებელი იქნება და მოვა და იმას კი არ თოქს კი არ განმოგიგდებს, იმას გეტყვის რა ფილოსოფიის წარმომადგენლები ბრძანდებით, რამდენი წლის ხართ, როგორია თქვენი წარმოდგენები საფაროზე, დედამიწა მგვალია თუ თხელია, მითხარი, აბა რა სიჩქარეთ გუნავს მარსი, ზის გარშემო და ასე შემდეგ. ესე იგი ასე შემდეგ შენ თუ ამ ყველაფერს ვიწაშვილი ვინ იყო შენ, იმის ბებია ვინ იყო, ის ბავშვი, ამის გამოგითხოს, დაგიცხადე რომ ორმოში ჩაქტევებს. ეს რა გამო ეს იგივეა რომ როგორც ერთ-ერთი იგავში არის ადამიანს რომ ის არის შეერჩოს რაღაცა და დავარდეს და წაიყვანოს სამოთხოფოში და ექიმი რომ მივიდეს გამისარეს ამოსაგბრა და არა მომიღოთო ის არის რომ ერთი ჯერ უნდა გავაკვირვო ეს რა ხე არის სად ან ამოვიდა ეს ხე ვინ გამოთალა ის არის ვინ იყო ის ვინც ამის არს თლიდა და რა ერქვა მას ეზო როგორი ქონდა ვინ იყო ამისრის ამ ხის ქვეშ ვინ იჯდა რა ხალხი იყო ამ ჭრილი დიდი ქონდა თუ არა რა ჯიში იყო ეს ბინა ვინ ააშენა სადაც ეს ხე იზრდებოდა და აი ეს აქცია შემოაშენდა ამასობაში მოიწამლა ინტოქსიკაცია მოვიდა იმაც იმის მერე სასწრაფოდ გაუგეთეთ ანტიბიოტიკი ამოუგეთ გაუწმინდეთ დეზინფექცია გაუგეთეთ ჭრილებს ეს იკლებს ის არის წარმოშობის ეს იგივეა ამიტომ სასწრაფოდ ამოიგე სასწრაფოდ ამოიგე შხამი განიბანი განეთქვა მერე კი ბატონო თუ მაინც გაინტერესებს მერე გამოიკვლიენ შეეცირებიან ინფორმაციას ხო შეიძლება ამიტომ დამკვირვებელი ვერ იქნება ადამიანი ამ შემთხვევაში როცა თვითონ დაზიანებული ხარ დამკვირვებელი ვერ იქნება ავანტყოფი არის განსაკუთრებული და არა დასაკვირვებელი ამიტომ მიზანი ისაა რომ მიზეზი იქნეს განკურნებული ჩვენ ხშირად შედეგს ვქობთ ხო აი შედეგს მედიცინაც ზოგჯერ ხდება ხოლმე ნუ მეცნიერება ხა მეცაბუნებისმეტყველო ხოლმე მეცნიერება ცდილობს რომ მიზეზამდე მივიდეს მაგრამ შეთხოვნოს სულიერად ჩვენ უფრო ფენომენოლოგიურ მხარეს ვქოთ თან ცოდვის მანიფესტაციას ვხედავთ ხოლმე რომელიც ჩადენილია რომ ცოდვას აღარ უყურებთ იმის შედეგს ვქონდათ ხოლმე შედეგი კი არა ეკლესიას აქვს ესეთი ძალა არ მარხვითა და ლოცვით ასკეზით აქვს ესეთი ძალა ეკლესიურ საიდუმლოებას რომ კურნოს და განკურნდა მიადგეს და დაიჭეროს ფესვი, ანუ მიზეზი ცოდვისა. ანუ იმ პირამიდის წვერი აიღოს. იმ წვერიდან შემდეგ უკვე როცა იცის, ყველაფერი კარგად ჩანს შედეგი. ანუ თავარი ფაქტორი დაიჭეროს და იმ მიზეზს მიიღოს. იმ მიზეზის განკურნების საშუალება აქვს ეკლესიას. და ეკლესიის ლოცვა და საიდუმლოება მუშაობს და მოქმედებს და ცვლის ადამიანს არა მარტო ამ მიწია სიფრთხეში, ამ რეალობაში, ხო? სანგანზომილებიან განზომილებ თუ დროსაც მიუმატებთ ხო აინშტაინის თანამედროვე თეორია, თანამედროვე მიკროფიზიკა და საერთოდ თანამედროვე რელატივისტური ფიზიკა თუ მიუმატებთ დროსაც
ოთხგანზომილებიან სივრცეში ამ ასე ვთქვათ გამოვლენილ ყოფიერებაში, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენ გვაქვს და რომელშიც ჩვენ ვართ, არამედ კურნავს და სulis ადამიანის სულის მდგომარეობას იმ რეალობაში, იმ ქვეყანაზე, ხო, ადამიანებს ჩვენ გვაქვს საშუალება მოიხსენოთ ცოცხლების და მიცვალებულებს, ანუ მათი იქ მდგომარეობაზე ზეგავლენის საშუალება აქვს ეკლესიას აქედან. წარმოიდგინეთ, არა მარტო ამ რეალობაში აქვს ძალაუფლება, რომ განკურნოს და შეცვალოს სიტყვა, ღვთის სიტყვა, ამ მუშაობს საიდუმლოების კალაპოტში. მუშაობს ხო ეს საიდუმლოები არის ეს არხები, რომლებიც მიეცემა მადლი ადამიანს, არამედ იქაც გავლენა აქვს იმ სამყაროზე. არა მარტო გავლენა, არამედ შეუძლია მოწვევა იმ სამყაროზე, შესაბამისი ძალების გამოწვევა, სულიწმინდის მოხმობა, რომლებიც გარდაქმნის მის ცხოვრებას და კერძოდ არ ვთქვით უფალი მოდის ჩვენი ხმობით წირვის დროს უძახის უფალს მდელი მოუწოდებს და გარდამოდის სულიწმინდის მტრედის სახით და გარდაქმნის ხორცსად და სისხლად პულს და ღვინოს, აი რა ხოდა საერთოდ. ასევე ანალოგიურად ადამიანის ცხოვრებას გარდაიქმნება ნაგვისაგან და ჯართისაგან ბაჯაყლო ოქროთ გარდაიქმნება. ტრანსმუტაცია ხდება, გარკვეული ტრანსმუტაცია ხდება. აი ესეთი არის საოცარი ნაყოფები, ხორციელი საქმეები, რომლებიც შემდეგ ნელ-ნელა სულიერად გარდაიქმნება და სულიერიც ასევე ხორცსაც განწმენს. და რა თქმა უნდა, აქ თამდაბლობა ვახსენებ. აუცილებლად უნდა იქნეს ახსენები ასევე სიკვდილის ვთქვათ გახსენება ხშირად მქონდეს გავიწყდება ადამიანს ხო გახსოვთ memento mori ეს არ არის მარტო მასონური რაღაცა ტელევიზია ეს არის რიტუალის დროს აღსრულებული გარკვეული მომენტში ვთქვათ ამას იყენებენ მაგრამ ეს არის არა მარტო რაღაცა ლათინური მოწოდება არამედ ეს არის საერთოდ ყველა ადამიანს უნდა პრინციპში ასკეზა თავაზობს იონიკების აღწერელი გინდა ეს არის დავუშვათ სხვა წმინდა მამები ხო ფილავი ბრძოლა ავიღოთ ხო კიდე განმარტებლების სახელით ვთქვა ამბობენ რომ ყოველთვის უნდა თანამზრახველი იესოს ლოცვა უნდა იყოს ადამიანის თანახმად მუდმივად იესოს ლოცვაში კარგია რომ იყოს ადამიანი სულ უნდა სიკვდილის აღწევას კარგია მაგრამ ძნელია ხო იძინებდეს ადამიანს წარმოიდგინეს სოფოს ბერული პროვაცერობდე წვება ეს არაცელში წვება სეციოთო შედომდეს და დგება და ეს ბოლო დღეა ასე ვთქვა და ეს ნუ ეხლა ეს ცოტა რადიკალური მოშეც ძინავთ ხოლმე ესეთი ხო მოშეც ძინავთ არის სპეციალური მეთოდები ცოტა ძალიან საერთოდებს ცოტა ძნელია მაგრამ ისე რომ დროდადრო გაიხსენოს და ახსოვდეს ადამიანს ეს თავისი თანამდები მუდმივად აჩრდილი ამ მიწერის ცხოვრების აღსასრული ახსოვდეს გარანტიას უფრო მეც მიცემ მართლაც რომ ბევრიც უკვე არ ჩაიდინოს თუ დაიჩაიდეს უკვე აბლად მოინონებს რა მოინონებს და ბაგზიატეს ფიქრობ რომ აი ეს ხორცის და პრინციპში მთელი ასკეზაში ვარ პრინციპში ასკეზის შესაძლებლად საუბრობ პრინციპში მთელი ეს ბრძოლა მიდის ზისთვის ხორცის უნებების ხორციელი უნებების დამარცხებისათვის სხეულის კი არა ხორციელი უნება სხეულის უარყოფითი იპოსტაზი შეიძლება ავიღოთ როგორც ხორცი. სხეული ადამიანს ტაძარი აქვს, მაგრამ მისი უარყოფითი იპოსტაზი შეიძლება იყოს გამოვლენა ხორცთა უნების სხეულის როგორც ხორცთა გამოვლენების სახით. რომ იგი იქნეს ალაგული ხორცი. ვინც ძლია, უეჭველია, რომ ამაღლდა ხორციელ ბუნებას და სულიერი შეიმოსა. ან შეიმოსა ნათელი ვისაც 60 გაუდენთ ქრისტეს მიერ ნათელ ვიღებებს და ქრისტეს შეგვიმოსიეს. ანუ ნათელი არის 60-ელივით აურასავთ, ესე იმოსება ადამიანი ქრისტეს ნათელი. ეს არის რაც აბსტრაქცია. ყოფილა შემთხვევები წმინდა მოაბის პატარიგებშიც ყოფილა სხვა შემთხვევებში ადამიანი მოინათლა და მტრედის სახით დაინახეს გადამოვარე მასზე სული წმინდა თვითონაც ახალ ნაზიარები ადამიანი ნათელში როგორ არის შემოსილი ამას ბევრს უნახავს ეს. ჩვენც გძნობთ ამას შეიძლება თვალეთაც კი ნახოს მაგრამ სულ ერთგვარად ხედავთ როცა ადამიანი ახალ ნაზიარები როცა ადამიანი მონათული როცა ეკლესიურია მას დადებითი ის შემოსილი აქვს ის დადებითი ასე ვთქვათ სულიერობა ამიტომ ამაღლდა ეს ხორციელ ბუნებაზე და უკვე უნივთოს მადლი შეიმოსა ვინც ხორციელ ბუნებაზე სინამდვილე იბრძვის იგი უფრო ადვილად დაამარცხებს სულიერ მტრებს სულიერ მტრები უხილავია ჩვენ ვერ ხედავთ მაგრამ შეიძლება ხორციდან შემოდიან. ხდება ძალიან მომრავ და
შეპყრობილება, ზოგჯერ სახლის კურთხევაზეც მიდიხარ, ასე ვთქვათ, და რაღაცა რიტუალი არსებობს, რომ მიხვიდე და სულ დადებითი რაღაც იყოს, რაღაცა შხამს მაინც შეგიშხამობს რა, რაღაცა შხამი მაინც შემოდის. ან საეკლესიო მსახურების დროს სულ კლეოსი თაფლი და რძე არ იქნება, სულ აუცილებლად რაც შხამი შემოვა. იმიტომ რომ სადაა არა არჩი მწუხარება, არა ურო არცას უთქმა არ არის, არის მიწაზე მწუხარება. ამიტომ სადაც მაინც იქნება რაღაც ჭირი, რაღაც ურო, რაღაც უთქმა, რაღაცა უარყოფითი მაინც შემოვა. იმიტომ რომ არ არსებობს შუქი ჭდილის გარეშე, მაინც იქნება რაღაც ჭირი. ამიტომ მომრავლდა მიდიხარ სახლის კურთხევაზე, გონია ყველაფერი რაღაცა მცირედ ვერ ეუბნები ზოგჯერ, მაგრამ აშკარად აქვს ადგილი ერთ-ერთი მასპინძლის დაუშვათ, მცირედ შეპყრობილებას, მცირედ განსაკუთრებული, ანკოეტებული აქცია ეკითხა. მცირედ შეპყრობილი. ის უარყოფითი რაღაცა ისა ატარებს ზოგჯერ ისიც, რომ თვითონაც ვერ ხვდება. ან ოჯახია თვითონ ზოგჯერ გათვალულია, თვალის უარყოფითი მოქმედების შესახებ, ამის კიდე ცალკე მაგია არსებობს, თვალის მაგი ხარ მოყვებებას, დიდი თემა არის და თვალის მეშვეობით რისი გაკეთება შეიძლება და როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ეს მიაღწიო, ამის უზარმაზარი სახელმწიფოების კი არსებობს, მაგრამ ეს ახლა შორს არ ვიყავს, ბევრს ისე დაუზიანებია თვალის მხედველობა ამით. და სპეციალისტების გარეშე ვარჯიშობენ და აკეთებენ კაცმარიცის რას და მე იზიანებენ თავს, ისე რომ ძალიან ცუდი რაღაცები მოდით შემდეგი ხარ და ამიტომ ამიტომ რატომ თქვი რომ ეს გათვალვის სხვა არის ზოგჯერ თვითონ ოჯახი არის ინვოლტირებული არის ოჯახი არის გათვალული არის შესაძლებელი ჯადოსნური ქმედება რაღაც რომელიც იმ ოჯახში უარყოფით შემოსულია რაღაც ძალა რომელიც ირაციონალური ძალა ლარვა ან რაღაცა რომელიც ელემენტარი რომელიც ვერ აკონტროლებს და ეს ვერ ხედავს მაგრამ იქ არის ის ამიტომ ქმნის სულიერ დისკომფორტს ადამიანი უკეთავს გზას ეს ესეთი ოჯახები საკუთრებელია და სპეციალური ლოცვებიცაც ასე გითხი იქ ძლიერი ლოცვებია ოჯახის კვეთებული ლოცვა მასში დამკვიდრებული ბოროტი ძალის გასა ასე ვთქვათ ნუ ამის მდელი კითხულობს მერისკაც არ აქვს უფლება ისიც კიდე ყველა აკითხულ თავისებური ლოცვა არის ამიტომ ეხლა ეს რატო ვთქვი რომ მომრავლდა ესეთი რამ მომრავლდა და ეს ანიშნავს რომ ის ადამიანი ვერ გამოვა ის ოჯახი ვერ გამოვა მდგომარეობიდან თუ წამს ადამიანს ქრისტეს მადლით ყველანი გამოსვლადია ეს მდგომარეობები ძალიან მძიმე მდგომარეობებში მინახავს ხალხი რომელსაც საოცარი პარადოქსია საოცარი ძალიან ადვილად გამოსულა ერთი სახელის ხსენებით და მისი ვედრებით ეს სახელი რა არის უღალი იესო ქრისტეს სახელი რომელიც სინაშის მოიდრიკება ყველა მუხლით სამივე სამყაროში სამივე სიკვდილში ზეცა მიწა ჯოჯოხეთის ზევით მიწაზე და მიწის ქვეშ ასეთაც სიმბოლოა ამიტომ კლავ ყველაფერი მარცხდება და ყველაფერი გადათანადი და გადახარშვადია ქრისტეს სახელით უკვე ადამიანს წმენა აქვს და სულ მოკლედ ნუ იქნება თავს ნუ გაიღარებებს და ნუ დაიკინებს დაიმდაბლეო და არა დაიმციროო თავი დამდაბლება სხვა დაკნინება და დაბეჭაობა ეს სოდოა მე არაფერი არა ვარ მე უძლომი ვარ მე არაფერი ვარ მე რაღაცა ეს არარაობა ვარ მე საჩენილი აბა მე როგორ შეიძლება ეგ არის სოდო არ შეიძლება ეს შენ ხატა და მსგავსად შექმნილი ხარ თქმა უნდა ცოდვილება რა თქმა უნდა ჯერ ბევრი რამ დასალაგებელი გასაცმენდი შენი შინაგანი სივრცე გასაცმენდია მაგრამ ეს არნიშნავს რომ შენ უიარაღოთ უნიჭოთ დაუმსახურებ რაღაცა ნიჭების გარეშე დაცვის გარეშე ყოველგვარი სიკეთის გარეშე რომ ერთმა გაგაჩინა და შემოგაგდო აქ პირიქით სხვარია ხო ქრისტიანი რომელიც გელთა შორის არის შემოსული გელთა შორის შემოსული კი ვარ მაგრამ ეს სხვარი არ არის ესეთი ადგილი სხვა ვინც ყველა ვისაც მეპრიანება მის მატყლს ესე ადგილად გაფანტავს და დაგლიჯავს ბევრი მგელი ქრისტიანის მატყლზე კბილებს იმტრებს ამიტომ უნდა ვერიდოთ წყლის წყალში გახდო მგლებს ეს უფრო საშიშია და ნამდვილი მგელი კიდევ უფრო ადვილად იდენტიფიცირებადია მაგრამ აი წყლის წყალში გახდო მგელი ცოტა უკვე ესეც კიდე სხვა თემაა მაგრამ უფრო ძნელად იდენტიფიცირებადია რაც ასევე მომრავლდა შეფრობილებასთან პარალელურად მომრავლდა ძალიან ამაზე მათეს სახელმწიფოს კითხული თუ გამრავლდნენ სულ წინასწარმეტყველად და მრავალი გასტურებენ თქვენ სახელით და შემეთა ხო ზუსტ ციტირებას არ ვაკეთებ მოვლენო და სულ წინასწარმეტყველად რომლებიც გასტურებენ თქვენ და წყლის წყალში გახდული მგლები უამრავი სექტისა და უამრავი ტოტალიტარული სპორტ მიმდინარეობის სახით ესეც დიდი თემაა და გვაქვს ამის ადრე წამიკითხე ამ თემაზე უამრავი მაგალითები მოკლედ იარაღი ქრისტიანს ძალიან ბევრი აქვს ეს არის ის 7 ნიჭი რაც მე ჩამოვთვალე ეს 7 ნიჭი არის უზარმაზარი იარაღები თავს დავიხდინებთ და
ეს საკმაოდ დიდი ძალა, 7 საიდუმლო მოგწა ღმერთმა, სინანული მოგწა, წმენა მოგწა, სწორი და მართალი ღვთივ გამოცხადებული მართლმადიდებლური სარწმუნოება მოგწა, ეს ცოტა არ არის. ეს ცოტა არ არის, ეს უკვე რაც მე ვთქვი, კიდევ ბევრი ჩამოხლა შეიძლება, ეს ძალიან ბევრია. ეს ძალიან ბევრი რაღაცა, რითიც ჩვენ შეგვიძლია სულიერი აღორძინება, გააფრთხილება, თეოზისი განმახორციელება. ეს რა ხდება ბედნიერება? ცნებები მოგცა საშუალება ემისა, რომ იცოდე, როგორ მოიქცე, რა დროს როგორ მოიქცე. აი რა ხდება, რომ ადამიანი ზოგჯერ ეჭვში ხარ, არის როგორ მოიქცე ცხოვრებაში. როგორ გააკეთო, რა გააკეთო. საუნდა ჩაიხედო. სახარებაში და ჩაიხედო. ვიდრე ყველაზე ჩვენი ახლობლება ჩვენ რო გონია ჩვენი. ამიტომ რასაც ითხოვ ის მოგეცემა, ნუ იტყვი მე ესეთი საწოლი არ მინდოდა, ესეთი ბინა არ მინდოდა, ესეთი სამსახური არ მინდოდა, ამას ითხოვდი შენ, არ დაგი კონკრეტები, რასაც ითხოვდი, ზუსტად ისმირი, ესეთი არ მინდოდა, ესეთი გინდოდა, რაც გაქვს, მადლობა თქვი და ღმერთ შეძიე, თუ იმასაც დაკარგა, მე ვერ დაიგონებ და ბოდიში რომ მოიხადო კიდე რომ რამე არ შეგეშალოს კიდე მომავალში, ისე კონკრეტულად ითხოვე. იმიტომ არა, სამ თხილად უნდა ვიყოთ ლოცვის დროს, ყურადღებით კონკრეტული რას ლოცულობთ, ის ყოველ სიტყვას თავის მნიშვნელობა აქვს. როცა ვთხოვთ, ღმერთი იცის, სანამ ითხოვ, მალამ იცის. როცა ითხოვ, მით უმეტეს ფორმულირებ, ზუსტად ადის, რასაც ითხოვ, თანდათანობით გეძლევ. იმ დღეს არა, შეიძლება მეორე დღეს მოვიდეს. იცის იმან, როგორ არის საჭირო. ყველგან გძენია ღმერთი, ხო, მოულოდნელი სიხარულე რო ქერას, დაუგეგმავი, მოულოდნელი და არა შენ მიერ ცოდვილი გონებით დაგეგმილი. ის მოდის მე, აცადო. იმ დინებაში შენ თვლი ერთი დღის საკითხს. და დღეში არ მოვიდა. თვლი ერთი კვირის საკითხს, არ მოვიდა ერთ კვირაში. გონია რომ შენ როცა შესმენელი არ არის. ერთი თვისას თვლი, ნუ მაქსიმუმ ერთი წლის მეც ვერ გავთვლი. იმასაც ვერ ვთვლი. არ მოდის, რა რაღაც სხვა რაღაცა მოდის. იგი შენი ვთქვათ, ჭრეტელობა შენი ამ ნაკადია შენი ესე ვთქვათ, ჭრეტისა ვერ აღემატება იმ დროის ფორმატს. ღმერთი მარადიულობის ვთქვათ ფორმატიდან ხედავს ამ საქმეს. მარადიულობის პოზიციიდან გაძლევს შენ. შენ გონია რომ არ იქნება შესმენელი. შესმენელი იქნება, რომ შენ ის მოგეცა, რაც შენ მარადიულობაში გარგება. შენ რო ითხოვ ფულს, შენ რო ითხოვ ძალაუფლებას, შენ რო ითხოვ თანამდებობას. ერთი მაინტერესებს გეტყვია მე იმიტომ გაგაჩინე შენ ფული გეგროვებინა, თანამდებობები გეძებნა, ძალაუფლება გეძებნა, თუ ისთვის გაგაჩინე. განა ფული თანამდებობა და ძალაუფლება ცხონებისთვის საჭიროა? იქნება ხელისშემშელი იყოს მეტად. ამას გეტყვია. პირიქით შენ ეს კი ამ დაიწყო, ეს არაფერი ცხონებისთვის საჭირო არ არის ეს. თუ მოგეცა ის სხვა რა. შენ ამას ითხოვდე ისეთი რაღაც შეიძლება მიიღო რომ მე იმენ, ამიტომ არ შეიძლება ეს. ხო. ესეთი რაღაცა უნდა ითხოვო, რაც სული საცხოვნებელია. ამიტომ გავიხსენ ფაუსტის ისტორია. გავიხსენ მე ყველას რა უნდა დიცით ეხლა ცოტა თემას ის ვქენ რომ ერთ დღეში უცებ მიიღო ყველაფერი. როგორც ფაქტი დაამყარა ასე ვთქვათ, საკუთარ ეგოიზმთან. შეკრა ადამიანმა ფაქტი, საკუთარ ეგოიზმი შენი დემონია იგი. სოკრატეს ისტორია გავხსენ დემონს ასენებში. არის სხვა ფორმა. მაგრამ ახლა მეორე მხარე არის, როცა ფაუსტის ისტორიას გავხსენ. მრავალი ფაუსტები, პოლიტიკური ფაუსტები, ხელოვნებაშიც იყო ესეთი ფაუსტის ტიპაჟები, მუსიკაშიც იყო, გავხსენ თომას მანეს ფაუსტი, გავხსენ გოეთემ ფაუსტები უამრავი იყო და გოეთემ დაწერა და გოეთეს ეს მთელი უზარმაზარი პლასტიკონან ფაუსტები. ძალიან კარგი ციგნი არის ფაუსტური პარადიგმები მიხეილ კვესელაურის შეუსწავლელია ბიბლიოგრაფიული იშვიათობა უდიდესი შესანიშნავი საკმაოდ ვთქვათ მსოფლიო ეს არის მსოფლიო ვთქვათ ეს ფსიქოლოგიური მისტიკური ანალიზი მსოფლიო ლიტერატურა ფილოსოფიისა რომელიც მსოფლიო ნიშნის მე ვიტყოდი რანგის ნამუშევარი ეს შესანიშნავი შეიძლება იქნეს ნათარგმნი სხვა ენებზე და არანაირ თვალს არ დაუდებს არც ერთი სხვა ვთქვათ მეცნიერი ძალიან დიდი განათლების ადამიანია და სხვა შორის ოკულტიზმში და ეზოტერიკულ საკითხებში ეთქვა ძალიან დიდი სპექტრია განვითარებისა. ძალიან კარგია მირჩა ელიადეს სამტომე 16 ტომოული ორიგინალი, მაგრამ რუსულად არის სამტომეული ისტორია верования религиозной ხიძია. სადაც ასევე არის ეს შემთხვევები ახსენდა არა მარტო ქრისტიანობაში ეს ფაუსტები, არამედ სხვა რელიგიებშიც არის. კერძო ძალიან გავრცელებული არის შამანურ კულტებში, რომლებიც საკმაოდ უეცრად
უცებ ყველა წარმატებით ართავდება, ჭყალებში წარმატებაზე აქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ სულის გამიგვაზეა ლაპარაკი. ძალიან შეიფისა ეს აღმოსავლეთმა რელიგიებმა, ძალიან კარგად ვითარდება მაგიურ რელიგიებში. უცებ ხდება დამყარება რომელიმე დაბალი რანგის ასტრალურ მენტალურ დასებასთან, ელემენტალთან, სტიქიურ სულთან, რომელიმე შექმნილ ლიარვასთან ხდება დამყარება კონტაქტისა, რომელიც შემდეგ ხდება არის ვაშოს ტიბეტურ მაგიაში არის ეს მეთოდები, მისი დაკონსერვება ხდება, რომელთაც დუქპები ეწოდებული ტიბეტური ლამების გარკვეული შავი ხარე, შავი გამოვლინება, თქო ჯადოქრების პროაბლოა ეს იწვევენ მათ მსახურებას, ну სამაგერო შემდგა მე მეცე შედის სულ. ეს ახლა ეს იმიტომ ახსენე რომ მეგობრებს მეთქვა უამრავი საშუალება არსებობს ამის რატომ მოვიყვანე ეს ახლა უნდა დღეს თანამედროვე განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ეს მარხვა, ლოცვა, ღვაწლი, ხორციელი საქმეები დიდი ხანი მოდით ეს ყველაფერი არ ვინა უელსა და სწრაფად დღეს ვემინდა მე კოკაკოლას არ და რაღაცა ფანტას არ და რაღაც უელსა მინერალური წყალი უცებ ყველაფერი გადავქრა და აქვე მივიღო ყველაფერი სიამოვნება დალია და ის სიამოვნება მოკპიჩეთო მოიწაის ნიკელსა და მიიღე სიამოვნება რო არის რა პროდუქციაში შეფრთხობას არ აღებდა იმას ვამბობ რომ უცებ აგერ რაც ერთი სასმისი მიიღო და ყველაფერი აქვე უნდა დღეს და ეს ყველაფერი ესე ადვილად არ გამოვა ვერ გამოვა იმიტომ რომ ყველაფერს თავისი მსხვერპლი უნდა შენ თუ არ გაიღე ვერაფერს ვერ მიიღე თუ არ გაიღე ვერ მიიღე განსაკუთრებით საფრთხილოა ვის აძლევ და რას აძლევ რას წირავ და აქედან გამომდინარე მიიღებ შენ და ამიტომ ყველას ეს სწრაფი აბი უნდა იმისა რომ მიიღოს ძალაუფლება ფული თანამდებობა ძალაუფლება ფული და თქვა დიდი ბოსი გახდეს ასე ყველას უნდა ეს არ გამომდის უმტკივნეულო და სულს წარეწმიდა ამიტომ ღმერთი ამას არ მოგთხოვ შენ რატო არ აგოებდი ფულს თანამდებობებს და რატო არ აგოებდი აგარაკებს შენ მოგთხოვე სხვა რამის ეს 7 ნიჭი რომ მოგეცე 9 ნაკლებად რატო არ გარდაქმნი ერთი მაინც მითხრა ერთი ნაკლები მაინც ყველა ერთნაირი მომწუწვა რაღაცა დამწიფებული არა ერთი მაინც რაღაცას მიამსგავს იმიტომ რომ რისთვის ხარ გაჩენილი და აფიქრდი ამას მოკლედ იმიტომ რომ უამრავი იარაღი მოგეცა ჩვენ უამრავი იარაღი მოგეცა იმისა როგორ ვიბრძოლოთ როგორ ვიღაღადოთ როგორ დავიმდაბლოთ თავი როგორ განვიწმინდოთ თავი როგორი ის ვთქვათ გამდევნოთ ის ხილული თუ უხილავი მტრები რომლებიც გარშემო ზოგჯერ შემოგვერტყმებიან ჩვენ ჯერ საიდან იწყება ეს ღვაწლი ხო ასკეზა ყოველთვის იწყება თავიდან თავიდან იწყება ხო ეს ზევიდან მოდის და ყოველჩამ ქვევით არის ბოლოს ზოგჯერ ქვევიდან იწყება ზოგჯერ უფრო ზევიდან თუმცა ჯერ იწყება პირველ რიგში საშინელი მარტოობისა და მოწყინების ჯდნობა შემოდის როცა იწყებს ადამიანი ქრისტე პირველი ასე ვთქვათ პირველი თაფლობისთვის ადვილია თაფლობისთვის დაიწყო ქრისტიანი აკაცემული არა კარგი არა ადვილია ქრისტიანობა ეგზალტირებული აჟიტირებულია მე ცოტა ხანი გაადის მე ხედავს რომ ისე ისე ასე ვთქვათ რაღაცა უკვე ცუდად-ცუდად ვერ არის ისე მოწყინება შემოდის მარტოობის ზნობა თანამგზავრელი და გამგების მაინდამაინც არ ჩანს შემდეგ იწყება გონების დაბნელება აქედან იწყება იმიტომ რომ დემონური სული ეშმაკი იწყებს ჯერ რა ჩვენი გონების დაბნელებასთან სანამ ჩააგონებს ათასნაირი ზრახები შემოდის ზოგს ეს ზღაპრები გონია სანამ თვითონ თავის თავზე არ განიცდის ამ ეკლის გვირგვინს სანამ სისხლი არ წარმოუვა იმ ეკლებს მანამდე ვერ ხვდება იწყება გონებიდან ეს ცენტრი ყველაზე უფრო საშიში ცენტრია დიდი ძალიან ძლიერი ადამიანი ის ქრისტიანობა შემოდის გულში მაგრამ გონებას რო გადის გული და გონი მაგრამ სანამ სექსუალურ ცენტრამდე ჩავალთ ეს სხვა ცენტრებია გასავლელი დაიწყო გონებით ხო შემოდის გონები დაიწყება ზრახვები ეს ზრახვები სპობს ადამიანს გააუთავებს მოკლედ თუ სანამდე ისე გააწამებს ისე გააშმაგებს რომ ხორცის დაძლევაზე კი არა როგორმე ეს შინაგანი ხმაური ჩააქროს ამაზეა მთელი თავისი ფსიქიკური ენერგია მიდის ამაზე როგორმე ეს შეიმუსროს ეს საშინელი ზრახვები დაწყებული სექსუალური ზრახვები დაწყებული შემდეგ ეს თანამდებობა ფული საჭმელები ქალები ჩასაცმელი დასახური მანქანები მაჩვენებლობის სოდვა ამპარტავნება და რა ჩამოვთვალო კიდე უამრავი რა ეგოიზმი რაც გავრცელებულია ეგოიზმის კულტი არის ადამიანი როგორიც აი ეგოიზმის კულტი არის ძალიან შემოსული ამიტომ ეს უწმინდო სამარცხვინო ზრახვები და აზრები შემოდის
და უკვე გონება ცდუნდება. ეს გონება თუ ცდუნდა, თუ გაუძლო და გადაიტანა ძალიან კარგია. თუ არა და მაშინ შეიძლება დაეცეს გონებრივად და მერე გავცემდეს სხვა ცენტრებზე ადვილად გონება თუ დაეცეს გულის მიყვება ადვილად. თუ არა და მაშინ გულზე დაკება. გულში შემოდის ეს გონება თუ დავშოთ დაიჭირა მაინც მხარი პოზიცია შემოდის ემოციონალური სფერო. გულს თავისი სიბრძნე, გული ბრიყვი არ არის, გულს თავისი სიბრძნე შემოდის გულში. ეს მასტუნებული აზროვნებს შემოდის. ეს შემოდის ეს თავშეურგებლობა, გულის ხანძარი შემოდის, სამარცხვინო აზრები, სიძვის აზრები, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი რაც თუ გაარტყა მიზანში, გული გამოიყვანა წონასწორობიდან. უკვე ცოტა ადვილი, მაგრამ აღარ ყოფნის გულს რაღაცა იზალა, თქოს რაღაც დაკოპავდა თავი. თქოს ხარი აღარ ყოფნის, რაღაცა მოიწყენს. უკვე აღარ ჩაიქნებს ხელს, ჩააგდებს ასოციაციას, მოწყენა, გულის მოწყენა, ეს ძალიან ცუდი ფაქტორია. შემდეგ ადამიანი ჩამოყრეს ეს და დააყრეს ეს და ფაქტორს. შემდეგ მოდის სექსუალური უბრალოდ ჯერ მოდის კიდევ შეგვიძლია გამიხილო. ბევრი ცენტრია, მაგრამ ძირითადად ფუნდამენტალური ცენტრი. შემდეგ მოდის აი მზის სულთან არის და გვერდით ეს არის ცენტრი, რომელსაც სტომაქის ცენტრი შეიძლება. მაგ ემოციონალური სფეროც არის, მაგრამ უფრო საჭის მომნელებელი სისტემის აქედანაც უამრავი საშინელი ეს ვთქვათ შემოდის სასწაული თავისი ეს ვთქვათ დამტკიცებელი ფაქტორები, რომლის მეტოქილობას დღეს ვერ უწევს ადამიანი, ვერ უწევს. ყველანი ერთი დიდი საჭმის მომნელებელ სისტემად იქცა ქვეყანა ამის. ერთი დიდი რესტორანად იქცა, რომელშიც ან ერთი დიდი რაღაცა უნივერ სუპერმარკეტად იქცა ქვეყანას. ყველგან რაღაცა სუპერმარკეტი, ან ხორცი იყიდება, ან საჭმელი, ან კაბაბი, ან ხილკა, არ ვიცი, მენიუს აღარ ჩავ. ერთ დიდ მოკლედ რესტორნის სული არის მთელ ქალაქში, დიდი რესტორნის. აი აქამდე მიდის ჩვენი ყველაზე დიდი სულიერი მიღწევა, ალბათ სახიფლის საშენება, ან მისი გაკეთების, ვთქვათ, სტანდარტში ზის, შავი ჯიპი მტერს გაჩერებული, ვთქვათ, რაიმე მაშინ იქნება სტერეოტიპი, კაცური კაცის სტერეოტიპი მაშინ იქნება. ჩამოყალიბებული შედგა, ადამიანი შედგა. შავი ჯიპი ყავს, შავი რაღაც აცვია, შავი სათვალეები აქვს და შავფანჯრებიანი რაღაც ოფისია. უკეთეს შემთხვევაში ბოლოს და ბოლოს ასე ვთქვათ, რაღაც სახინკლია, რესტორანი ან მაღაზია. შედგა ადამიანი, შედგა. მისი მისია წარმატებით ჭალებში განხორციელებული. სამწუხაროდ. შეიძლება ესე რაღაცა თავის ფორმატ შესაბამისი აქვს მოძრაობის შესაძლებლობა. ტლანკი უნდა იყოს, ცოტა აგრესიული უნდა იყოს და უკულტურა უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად არაფერი არ გამოდის. 1-20-30 სიტყვა საკმარისია, თანამდებობა შეიძლება იშოვოს ან საქმე გააკეთოს. თუმცა იშოვოს 20-30 სიტყვა. მეტი ლექსიკონი რა არის? თავისუფლად კომუნიკაციას დაამყარებს. გავარდოთ საზოგადოებაში 50 სიტყვა საკმარისია, რომ შეიძლება ჩვენ ადამიანებს კი გავიდეს რა ყოველს და ყოველს. ჩვენ გავიხსენებთ ჩვენ მისიას ამ ფონზე. როცა ადამიანი ზოგიერთ ცხოველზე ცოტათი უკეთესია, ან ცოტათი უარესი თავის უკეთეს მდგომარეობაში, მაშინ ადამიანი რაღა არის, ისთვის არის შექმნილი. ყველაფერი მოდის მოკლედ იქიდან, რომ ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი, არავის მე კონკრეტულად არ ვადანაშაულებ და არავის არ ვაკრიტიკებ. ტენდენცია ესეთი, ყველა ესეთი კი არ არის, ტენდენცია ესეთია, ცნობიერება აქეთკენ მიდის. ამის ჩვენ ტოტალიტარული ფსიქოლოგია ვერ მოვიშორეთ. ამის ბრალი არის ათეიზმის, აბდენი კერტაყამოსმობის ეს კვინტესენცია, კრისტალიზირდა ადამიანის სულში, რაღაცა გენეტიკური მუტაცია მოხდა, ცუდ კრისტალიზირდა ეს ტოტალიტარული რაღაცა კვინტესენციის რაღაცა კრისტალი ჩარჩა, რომელიც ასე დამახინჯებულ ცნობებას იძლევა და ვთქვათ ფორმას მომრავლდა, ასე ვთქვათ, ესეთი ხალხი, რომლებიც უნდა ყველა ესეთი არა, მე თქო დაგვიფაროს, მომრავალი ადამიანი ტენდენციას მომრავლდა დაბნელებული, ესე ვთქვათ, ცნობიერების ხალხი, შეპყრობილი ცნობიერების ხალხი. ეს არის შეპყრობილება. საკუთარი მისიის გაუცნობიერებლება, ეს არის შეპყრობილება. ისტორიული მითოლოგიები მომრავლდა, ისტორიული მითოლოგიები რაღაცა. მომრავლდა, ასე ვთქვათ, რაღაცა მითები ისტორიული, მომრავლდა დაბნელებული ისტორიული ცნობიერების ხალხი. ჭეშმარიტების შეტას ყველა დაუბრუნდა ეს მასა. რასაც ეკლესია ვთილობს რომ გააკეთოს და აღასრულოს ეკლესიას თავს დააბრუნოს ეს ხალხი ისე ქრისტეს ცნობიერებას დაუბრუნოს. ისე არაფერი არ გამოდის. ქმნის ილუზიას ეს ყველაფერი ქმნის ერს რა უნდა ეცე შეიქმნას ილუზია ღმერთისგან დამოუკიდებლობის. გული დაუშვა ძალაუფლება, ქონება, თანამდებობა ქმნის ილუზიას.
ისედაც ცხოვრება ხალხი უმეტესობა ამ ცხოვრებას როგორც ილუზიად ისე აიღებს. ილუზია კი არ არის, მაგრამ მისი აღქმა არის ილუზია. ვერ აღიქობს როგორც რეალობა. რა არის რეალობა ვერ აღიქობს. ხედავს, მაგრამ ვერ ხედავს. იყურება, ვერ ხედავს, ესმის, მაგრამ ვერ იგებს, ლაპარაკობს, აფერს არ ამბობს, შეიგზნოს, ვერ გზნოს ასე. ანუ ილუზიაშია, ვიძავს, მაგრამ ძინავს. აი პარადოქსი ცოცხალია, მაგრამ მკვდარია. სანამ არ მოკვდება ამას სოფლისთვის სულიერად, მანამდე ვერ გამოვა იმ სოფლის ამას სოფელში, ვერ იქნება აღქმელი იმ რეალობისა, რომელზეც ლაპარაკობ. ანუ ეს არის ძალიან ძნელი. რწმენით ხდება ეს, მაგრამ მომრავლდა ილუზიაში ყოფილი ხალხი, რომლებიც ძალაუფლებით, პულით, ნარკოტიკით და ჭამით, სმით, აი ამ ყველაფერში რუტინაში გადაკარდასვლა, ცდილობს ღმერთთან დამოუკიდებლობის ილუზია შეიქმნას. ბევრი პული თუ მაქვს, მაშინ ღმერთი აღარ მჭირდება. ბევრი დამოუკიდებელი. მაგრამ ეს ილუზია ცოტახანში გავა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს შეახედებენ ისეთ რაღაცაში, ისეთ რაღაცას დაანახებენ, ჯობია არ დაენახა. არსებობს ერთი ბავშვის ეზოტერიკში არსებობს ესეთი ვარჯიში, რომელიც საკუთარი თავის დანახვისაკენ მიდის. ისეთ რაღაცა დაინახა ზოგმა, რომ მერე ვიზი დაეშალა შისანი, ეს შემთხვევით სიყვარული. ვიმეორე, ამასთან კიდევ ერთი გადახვევას ვაკეთებ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ისეთი ტრანსცენდენტული ვარჯიშები არსებობს სარკესთან. ასობს ეს ციგნები, სარკის მაგია, პაվել სედირის ცნობილი ავტორია, რომელსაც აქვს მაგический зеркала. არსებობს ეს ტრანსცენდენტული ვარჯიშები, რომლებიც ადამიანს ცდილობენ, რომ დაანახონ ეგრეთ წოდებული მიჯნაზე მყოფი მის საკუთარი თავი, ამადაა ქვეყნის მიჯნაზე მყოფი საკუთარი თავი. და რამდენიმე ადამიანმა ესეთი სარკეების კორიდორი გააკეთა და ჩაახევეს შიგ და დაინახა ისეთი ვიღაცამ გამოუხედა იქიდან. და ცოტახანში გარდაიცვალა, იმიტომ რომ შიშისაგან შინაგანი ორგანოები დაუზიანდა. იმიტომ ვიმეორე, როცა იყურებიან სარკეებში, იყურებიან სხვადასხვა ჭურჭლებში, იყურებიან ბეჭდებში, იყურებიან ვეცქის ჟამებში და ეს იყურებენ და სხვადასხვა რაღაცებს აკეთებენ. უსაფრთხო არ არის, ეს სხვა იმაზე გადავედა, არ მინდოდა რომ მეთქვა. ამ ილუზიას აიქვამენ. ეს ილუზია შლის ადამიანის შემადგენლობას შლის ილუზია. ადამიანი პირიქით რეალობა არის, ილუზია შლის. ამ ილუზიაში როდესაც იმყოფებოდა 70 წლის განმავლობაში წითელ ილუზიაში ადამიანები, რა შედეგი მივიღეთ დღეს ვიმკით ამას. იმიტომ რომ როცა ისტორიული რეალობიდან და ქვეყნის რეალობიდან ქვეყნიობის მიერ შექმნილი დროისა და სივრცის კონტინუუმიდან ამოგდებული იქნება ერების უამრავი მილიონობით ადამიანი, ერები ამოგდებული იქნება, მათი დაბრუნება ესე ადვილი ვერ არის ისეთ ჩვეულებრივ რეალობაში, ქრისტიანულ რეალობაში. ისტორიიდან კი არა, დროისა და სივრცის რეალობიდან იქნა ამოგდებული. და კიდე კარგად არის ეს ხალხი და რაზე უნდა ვილაპარაკო, სადაც კრიმინალური ცნობიერება რომანტიზირებულია, მორალური დეგრადაცია და ამორალიზმი არის სამაგალითო და კულტურობა როგორც ცხოვრების სესია, ადამიანები რომლებიც უკეთეს შემთხვევაში ბრბოსა თუ ხროვის ფორმას იღებენ, საზოგადოებად მიიჩნევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გადალახვადია, მეორე ყველას არ ეხება და ტენდენცია ეს და არა საყოველთაო ვთქვათ ფორმა ჩვენი არსებობისა. კიდევ კარგი, რომ მაინც ღვთისხატება და მსგავსება ადამიანში რო ძენს და ღვთისმადლმა ჩვენ არაფერი არ გავუკეთებია იმსაც რომ რაღაცა შეგვენარჩუნებინა. ალბათ უფალმა თუ და უფლის დამსახურება. უფლის დამსახურება რომ აი ხამდე მოვახციეთ და რაღაც კარგი შემოშვა. ჩვენი თავის ცუდის მეტი არაფერი არ გავუკეთებია. ესეც სხვა თემაა. ამიტომ უფლის კულტი უნდა დამყარდეს, ქრისტეს კულტი და არა ფულის კულტი და არა ადამიანის კულტი. წარმართული კულტი ადამიანისა და განსაკუთრებით კერპთაყოლისებრობის კულტი, რომელიც იყო 70 წლის განმავლობაში კერპებს თავს. ინერციით გრძელდება. აი უფლის კულტი უნდა იქნეს დამყარებული. წარმართული კულტი ადამიანისა უნდა შეიცვალოს ქრისტეს კულტით. ამიტომ ეს ყველაფერი ხდება იმ კანონებით, რომელიც მოცემულია სახარებაში. ეს რა კანონები? ეს არის სიყვარულის კანონები. კანონები სიყვარულის, რწმენისა. თუ შენ ირწმუნებ, აუცილებლად ყველაფერი შეიძლება და უკეთესი იქნება. არ მინდა რომ აი ძალიან არ დავყალოთ, რომ ორი დისციპლინა კიდევ თქვა ჩამოვიდეთ დავასვლა გავაკეთოთ რომ წმინდა მამა ამბობს რომ ღმერთმა ჩვენი ბუნება პირველად უვნებელი და წმინდა დაბადა და მოგცა მეხსიერების ძალა, რათა სიკეთესა და სათნოებებს ვიგონებდეთ. ხოლო ადამიანმა და ის სხვა ძალებიც არის ჩამოდებული, მეხსიერების ძალაც არის ჩადებული არის სიყვარულის ძალა,
თუნდაც კვების უნარი, თუნდაც შემოქმედების უნარი, წონასწორობის უნარი, ანუ ის ხატება და მსგავ ხატებები, რომლებიც მოცემულია ჩვენში, რომ ისინი მსგავსებად ვაქციო. ყველაფერი ის, რაც ადამიანი მეხსიერებიდან დაწყებული, დამთავრებული თავშეკავებით, მეტყველებით, სიყვარულით და სხვა უნარებით უკუღმა გამოიყენებს და არა წაღმა და ყველაფერს გამოიყენებს, ვთქვათ, არა ღვთისადმი და არასრული საცხოვრებლად, არამედ გამოიყენებს იმისათვის, რომ მან, ვთქვათ, ეს ყველაფერი მოახმაროს საკუთარ თვით განადგურებას და განადგურებას. ესეთი ადამიანები მოითხოვს შემდეგ, რომ ღმერთმა მას არ მიცა არც ერთი პირობა. ყველა ობიექტური პირობა, ობიექტური რეალობა მოცემული აქვს ადამიანს. იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა და მის ამას ყველა ობიექტური აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ აუცილებელი საკმარისი პირობა იმისათვის, რომ თუ იგი მის მცნებებს დაემორჩილება წინ წავიდეს. მორჩილება, სიმდაბლე, შიში-ღვთისა, ეს არის ის დასაწყისი, ეს არის ის ფუნდამენტი, რითაც ადამიანი აუცილებლად წავა წინ. ვფიქრობ, რომ აი ჩვენიც ეს ხორციელი საქმეები და ღვაწლი, რასაც ვითვირთებთ, აუცილებლად სიკეთეს ვთქვათ გამოიღებს თავის შედეგს და აუცილებლად ძიმე წოდვაშიც კი და ძიმე მდგომარეობაშიც კი, ძიმე კრიტიკულ კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნ ადამიანებსაც არ მისცემს რისკ ფაქტორს იმისა, რომ ჩაუყრეთ ის შირაღდანი, რომელიც ღმერთმა მათ აუნთოთ, ის კანდელი, იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს მისი ამ ჩაქრობის უფლება, იმიტომ რომ ის ღმერთმა აუნთო. ხო და ვეცადოთ, რომ ეს მოუფრთხილდეთ და კარში არ გავიდა, არ ჩავაყრეთ ეს. ამის მიზეზი ყოველთვის არის, რომ ჩაქრეს, მაგრამ ჩვენ უნდა ხელი მოვაფაროთ, შევენარჩუნოთ. მიზეზი არ მივცეთ ამ ხარს, რომ ჩააქროს ეს კანდელი. ეს კანდელი არის ჩვენი ის უხდავი მისია, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია. თქვენ არ გიგონოთ, რომ ერთმა ისე გაგაჩინათ, ვისაც არ აქვს თავის მისია და მარტო იმისათვის, რაც ყოფითი მდგომარეობები მოვაგვაროთ. უნდა კარგად დავფიქრდეთ ეს ვისავართ გაჩენილი. და ვისწავლოთ რა არის ჩვენი მისია, ვისწავლოთ. თუ გსურს, რომ ჩვენი თავის შეშმარით ბუნებამდე მივიდეთ. შეშმარიტი ბუნება ჩვენი რა არის? ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ. ვისაც ეშინია, ამას ვერ შეძლებს. ჯობია არ გადაშალოს ეს სიგნალი, ვისაც ეშინია, ის სულმოკლეა. ვისაც თავი ძალიან უყვარს, საკუთარი თავი ძალიან უყვარს, მაშინ ჯობია უნდა ეწყებს, იმიტომ რომ შეიძლება დაიზიანოს. მე კი არ მაინც გააკეთოს თუ უნდა, მაგრამ თუ ეშინია და თავი ძალიან უყვარს, გაუჭირდება. ვისაც ძალიან ბევრი ქონება უნდა და ყველაფრის თანწაღება უნდა, აქაც თანტარება და იქაც თანწაღება, ისიც მოინდომებს ამას, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ წაათრევს, გაუჭირდება. ვინც ბოღმა, ვინც მოღალატეა, ისიც მაინც უნდა იწყებს, იმიტომ რომ უფრო მეტ ღალატში ჩავარდება და უფრო მეტ რეალობას უღალატებს შემდეგ. იმიტომ რომ მოღალატეს სული, მოღალატეური სული, ეს სული, რომელიც დღეს აღზევებული ის მოღალატური სულის მოთაშორისა ეს რაღაც ესეთი სული, რომელიც ადამიანს ყოველთვის სურვილი აქვს, რომ რა საფეხურიც გამლო, ის უნდა აუცილებლად ის საფეხური გადაუაროს და უღალატოს, გაყიდოს. რასაც მეც გაყიდის, მით უფრო მეც გონია რომ მიიღებს, მით უფრო დივიდენდებს მიიღებს. აი ესენი ძალიან მოსაცილებელია. ეს ყველაფერი არ არის ერთ დღეში მოსასწრებელი. მაგრამ ვინც გზას აცდენილია, უნდა დაუბრუნდეს, ვისაც უჭირს ეკონომიკურად, ნუ იფიქრებს, რომ ფულს მიიღებს და ამით თუ ამას დაიწყებს, კაი თანამდებობის შევისან ფულს მიიღებს, ან უცებ ხვალზე, კაი სამსახურის შევის დიდი დივიდენდებით. აი ესეც ამის ილუზიაც ნუ ექნება. ამიტომ რეალურად შეხედოს. ღმერთს უერთგულებს, წმენა ექნება, აქვს წმენა, აღიარებს ქრისტეს ღმერთად, იწყებს, დაიწყებს ესიარად, ასე ვთქვათ, ცრემლით, მარხვით, სულთქმით, თავის დამდაბლებით. დაიწყებს, ფრთხილად იქნება, არ მოინდომებს მესაკუთრეობას, არც ადამიანების, არც ხვების, არც ფულის, არც ქონების. არ იქნება ხარბი, მოღალატე და ზაყარი, მაშინ შეიძლება წარმატება პოვოს. სწორ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას თუ მიზნებს. თუ დაიწყებს ყველა, ასე ვთქვათ, დოქტრინაში ჩექვას და ყველაფერს ერთად შეგოციცებას, ვერაფერს ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ერთად სხვადასხვა ფერის ფერი, რაც უნდა ერთად შეკრიბო, მიიღებ ტალახიან მასას, ვერ მიიღებს, ხო, ერთ კაი ფერს ვერ მიიღებ. სხვადასხვა ფერს, რაც უნდა შეკრიბო, ხო, მიიღებ ერთ რაღაც უფორმო მასას, ტალახოვან რაღაცა მასა, არც კაი ფერი, არც რაღაცას უღიმღამ. ერთ დოქტრინას, ერთ მართლმადიდებლურ თვით გამოცხადებულ შეშმარიტ სარწმუნოებას მისდიოს. და აი ყველაფერს ხოვებს იქ და დამშვიდობას ხოვებს იქ მერწმუნე.
თვალდაბედებელი ცხონდება ამ სარწმუნოებთან. მივსდიოთ ჩვენს მიერ უფლის მიერ მოცემულ ჩვენთვის სარწმუნოებას ქრისტიანულ მართლმადიდებლობას და ამაში პოვებ ჩვენ ყველა აუცილებლად და საკმარის პირობას, ობიექტური პირობები. ყველა მოცემულია, მოდით შევასრულოთ სუბიექტური პირობები, რომ ამ განხორციელების პროცესი წარმატებით განხორციელდეს ჩვენზე. ამინ. იოანეთის მკვლელის ჩვენთან პირაობით წევრის მიერ. კაც ვიმები იყო და კი რამე თვალეს დასვენდა ხალხს მოიცადა. აკეთებ რა. თან ვარდე და შაბათები და გამიდი. ու პასი და იგავსა.